სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის აწარმოეს საქართველოში პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. რექტორმა უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს პროგრამა აწარმოეს საქართველოში შესახებ ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილობრივი წარმოების სააგენტოს მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ მიაწოდა. სახელმწიფო პროგრამის მიზანი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტის სტიმულირებაა. ოთარ ანთიამ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გზებზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადგილობრივი წარმოების სააგენტოს წარმომადგენელმა ის პრობლემებიც აღნიშნა, რომლებიც საქართველოში ამ ეტაპზე ხელს უშლის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას. მომხსენებელმა ბიზნესის განვითარების აუცილებელ პირობად სასტარტო კაპიტალის და გამართული ინფრასტრუქტურის გარდა შესაბამისი ცოდნის აუცილებლობა და თანამედროვე მეთოდების გამოყენება მიიჩნია, რაც თავის მხრივ საშუალო და მცირე ბიზნესის ეფექტურ მართვას და განვითარებას განაპირობებს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა ის, რომ ახალი უპრეცედენტო პროექტის აწარმოეს სოხუმის უნივერსიტეტის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლებათ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა და საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელება. სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლებასთან ერთად დასაქმებასა და პროფესიული უნარჩვევების გამომუშავებასაც შეძლებენ. სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში მუშაობს მოქმედებს წარმატებული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ეს არის აწარმოე საქართველოში. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში შევეცადეთ, რომ ამ წარმატებულ პროექტთან და მათ ავტორებთან და მესვეურებთან ქონოდა საქმიანი ურთიერთობა და მომხდარი იყო ჩვენი სტუდენტების ჩართულობა და არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციის თანამშრომლების, მათი ვისაც კი ექნებოდა სურვილი გარკვეულწილად სხვა დამატებითი შემოსავლის წყარო გაეჩინა და ჩვენ ვიცით მნიშვნელობა და ის დუხჭირი მდგომარეობა და ცხოვრება, მაგრამ სახელმწიფო აჩენს შესაძლებლობას და არ შეიძლება რომ ჩვენ გულგრილები ვიყოთ, არის უპრეცედენტო შემთხვევა უმაღლეს სასწავლებელში აწარმოეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯერტი გარდა იმისა, რომ პროექტი თავისთავად მიბრძიდველია, მინდა რომ ჩვენ სტუდენტებს გამომუშავდეთ საქმიანი უნარები, თვისებები. ისინი იყვნენ დაკავშირებული და თავიდანვე ჩაერთონ პროცესში დამსაქმებლებთან და მინდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც ეს პრეცედენტი იყოს გადამდები მათთვისაც. ზოგადად აწარმოეს საქართველოში სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო საქმიანობების განვითარებას და მათ შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა და აქცენტი კეთდება ზუსტად ახალგაზრდების ჩართულობაზე ამ კონკრეტულ მიმართულებაში და მათში აი ამ სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებაზე და ამ პოტენციალის ათვისებაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კი თავის მხრივ დამატებით მექანიზმებს თავაზობს იმ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საკუთარი ბიზნეს იდეები აქციონ რეალობა. სტუდენტებმა და უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა პრეზენტაციაზე მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს პროგრამის აწარმოეს საქართველოში სამომავლო გეგმებზე, განათლებისა და იმ საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცის გაფართოებასა და განვითარებას. მე ძალიან მიხარია, რომ ეს საშუალება მოგვეცა სტუდენტებს გავიცნოთ გავს პროექტს, რადგან უფრო მეტად ინფორმირებულები ვიქნებით ამის შესახებ და ეს ჩვენთვის დიდი мотиваციაა, რომ დავიწყოთ ჩვენი საკუთარი ბიზნესი. დიდი მინდა მოვახსენოთ ჩვენს რექტორს ზურაბ ხონელიძეს, ვინაიდან მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს უფრო ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებში, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებს გაანამითონ საკუთარი ბიზნესი და ასე ვთქვათ, არა მარტო ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფურადაც კოლექტიურადაც შეუძლიათ ბიზნესის განვითარება. შესაბამისად აწარმოეს საქართველოში ხელს უწყობს ასეთ სტუდენტებს, რომელთაც გააჩნიათ ბიზნეს იდეები, განვითარონ თავისი პროფესიული უნარჩვევები.